თუ გექნებათ კითხვები, სიამოვნებით ვეცდები რომ გიპასუხოთ. რადგან მთავარი თემა არის სიყვარული. პირველ რიგში ვილაპარაკოთ ქრისტიანობაში არის მხოლოდ ხო, რომ უნდა გიყვარდეს მტერი შენი. და ეს რომ მოახსნათ რას ნიშნავს, იმიტომ რომ გიყვარდეს შენი მტერი გამორიცხავს არა ავტომატურად ომს. ან თუ მტერი გიყვარს და ის შენი მოყვასია, როდესაც შენ ეკლესიაში შემოდის მაგალითად და აუხრებს მას, ეს ხო პირდაპირი ნიშნობით არის უფლის გმობა, ხო? ეს ყველაზე დიდი ცოდვა არის. როდესაც ეკლესიას ანგრევ მაგალითად. და ამ შემთხვევაში წინა დავუყენოთ ეკლესია თუ მოყვასი ჩვენი რომელიც გვიყვარს იდეაში. ჩვენ თუ მას ახლა მაგალითად როცა მტერი შემოდის, ხო, საქართველოში ბევრი ყოლია მტერები და სწორი არის ეს რომ ის მტერი მოუკლათ მაგალითად თუ აი ამ თემაზე ვილაპარაკოთ რა თქმა უნდა ჩემი კითხვა და მეორე არის კიდე რომ როდესაც სიყვარულზე არის ლაპარაკი სიკეთე ალბათ პირველი გამოხატულობა სიყვარულის მოყვასისადმი, ხო? და ამ სიკეთეს შეუძლია თუ არა შეცვალოს ადამიანი, ვინც სიკეთეს ჩადის. და როგორ უნდა იგრძნოს საერთოდ როდესაც სწორ რაღაცას აკეთებ. ხო ადამიანებს ხო ჩვენ მართლმადიდებლებს გვჯერა სინდისის მაგალითად და ეს სინდისი გვეუბნება რა არის სწორი და რა არის არასწორი. და რა თქმა უნდა არ ამბობ რომ ამას მატერიალური შედეგი უნდა ქონდეს რომ ჩვენ სიკეთეს გავაკეთე მატერიალურად დაგვიუნდეს უკან, მაგრამ უნდა იყოს თუ არა რაღაც მიმანიშნებელი რომ სწორი რაღაც გავაკეთე, ანუ სულიერ მდგომარეობას დაგვამშვიდოს რაღაც ესეთი გავკურნოს ხო მაგალითად. ამაზეც რომ ვილაპარაკოთ. მეორედან რომ დავიწყო სიყვარული და სიკეთე. აი ჭეშმარიტი სიყვარული ეს სიყვარული არის ჭეშმარიტი ნამდვილი სიყვარული უანგაროა. ანუ მას ის აი ესეთი ნათქვამია, თავისას არ ეძებსო, ნათქვამია, ანუ შენ რომ ვიღაცა გიყვარს, შენსას კი არ ეძებ, რომ შენ კარგად იყო, თქვა შენ მასთან კარგად ახარ, გასაგებია, მასთან გინდა იყო, არამედ შენ გინდა რომ ის იყოს კარგად. რაღაცა ესეთი რაღაცა, აი ეს ჩანს, თქვა აი აქ მასეთ სიმბოლურად არის ნათქვამი, რომ შენი თქვა სიკეთეზე მარჯვენა მარცხენა ხელმა არ უნდა იცოდეს მარჯვენა ხე რას აკეთებს. ეს ნიშნავს, რომ შენ არ უნდა გქონდეს, თქვა რაღაცა ანგარება და იმიტომ კი არ უნდა აკეთებდე ამ სიკეთეს, რომ თქვა ეს შენ მოგიბრუნდება, თუმცა შეიძლება მოგიბრუნდეს, ხო, კეთილი საქმე. არამედ იმიტომ უნდა გააკეთო, რომ უნდა გააკეთო რა. და საერთოდ აი ჭეშმარიტი სიყვარული ისეთია, რომ ჯერ ერთი ლოგიკურად არც იცი, საიდან მოდის და რატო გიყვარს თქვა ეს ადამიანი და არა. და მეორეც ერთია ეს ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ეს, რომ ამაში არ იყოს რაღაცა ანგარება. ორ ადამიანს უყვარს ერთმანეთი და მათ სწორედ აი თქვათა შორის აი მოდი ესეთი რამე ვთქვათ, აი რას ნიშნავს თქვათ ეჭვიანობა და აი კარმენის სიუჟეტი რო ავიღოთ, ხო? ეს ეჭვიანობა იქამდე მიიყვანს, რომ მოკლავს თავის შეყვარებულს, ხო? ადამიანი. იმიტომ რომ მან უღალატა თუ იმას აღარ უყვარს, ხო? აი ეს სწორედ არ არის ის სიყვარული. გასაგებია დიდი ვნებაა, ხო? თქვათ კლავს სწორედ ქალს კლავს, იმიტომ რომ მან ის უარყო. სიყვარული სწორედ ის არის, რომ შენთვის კი არ გინდა, შენ გინდა რომ ის იყოს სწორედ. შენ სიყვარულში ასევე იმის სიყვარულიც არის. აი თქვა იმას თუ მე არ უყვარ ვარ, რაღა აზრი აქვს ჩემს სიყვარულს არ. ანუ შეიძლება ვერ გიპასუხეთ კარგად, მაგრამ ეს სწორედ ანგარება არ უნდა იყოს სიყვარულში. და სიკეთის ქმედებაში უნდა იყოს ასევე ღმერთი უნდა იყოს სიკეთის როცა ვაკეთებ. ხო, რაც შეეხება ახლა გიყვარდეს მტერი შენი, ეს რასაკვირველია არ არის ესეთი ადვილი გასაგები. იცით როგორ არის, რომ არასწორი ბოროტება უნდა გძულდეს, ხადია, უნდა გძულდეს, მაგრამ
თვითონ ადამიანი, რომელიც ამ ბოროტებას ჩადის, თუნდაც შენც მიმართ, საქმე იმაშიც კი არ არის, რომ გიყვარ. ნუ ცხადია, რომ ეხა ისეთი რაღაცა, რაც თითქმის შეუძლებელია, ხო? ერთ-ერთ ბრძენ კაცს უთქვამს, რომ ქრისტიანული ცხოვრება შეუძლებელია. უნდა ვეცადოთ მაქსიმალურად, მაგრამ შეუძლებელია. სიკვდილი კიდევ უფრო შესაძლებელია ქრისტიანული სიკვდილი. ქრისტიანად სიკვდილი, მაგრამ ნუ ხა ცხადია, ხა როცა თვითონ იესო ამბობს, რომ იყავით სრულ, როცა ვითარცა მამა თქვენი სრულ არს, ცხადია, რომ მაგ სისრულეს ვერას ვერ მიიღებს. და ერთ-ერთი ეს არის სწორედ, როგორ უნდა გიყვარდეს ის, ვინც განსაზღვრების თანახმად არის, ვინც არ გიყვარს, ხო? მაგრამ სწორედ ამაშია საქმე, რომ აი ადამიანი, რომელიც თუნდაც მე მიკეთებს რაღაც ბოროტებას, სრულიად განზრახვით რაღაცა, ხო? პრინციპში აი მე გეკითხებით თქვენ, გინდა რომ შენ იმის ადგილას იყო? გინდა რომ შენ აი თქვათ სპორტში კი მესვის, თქვათ როცა წააგებ, ნუ სპორტის ერთ-ერთი მიზანი რა არის? რომ ისწავლო მოგებაც და ისწავლო წაგებაც, ხო? სპორტია, ხო? და ცხადია, ხა მე თუ ფინალში თუ წავაგებ, თქვათ რაღაცა, ცხადია, მინდა იმის ადგილზე ვიყო, მირჩენია რომ მე მომეკო, ხო, მაგრამ როდესაც ადამიანი ბოროტებას გიკეთებს შენ, გინდა რომ შეატრიალო? აი გინდა რომ შენ იყო სწორედ თუნდაც მატერიალური მოგებაც რომ მიიღოს შენგან, თქვათ ან რაღაც მიიღოს, შენ ხო არ გინდა ეს? ხო და ამიტომ ჩემი აზრით და მე რაც ვიცი, შენ თვითონ ადამიანი არ უნდა გძულდეს, ხო? მეტიც უნდა გეცოდებოდეს ალბათ, ხო? და ჩვენ ამის მაგალითები ხო გვაქვს, აი მაგალითს რო ვთქვათ, პირველი მოწამე იყო სტეფანე. სტეფანე, როდესაც სტეფანეს, ასე ვთქვათ, ჟიდენ ქვებით, ხო, ის ლოცულობდა, მათთვის ლოცულობდა. ღმერთო შეუნდე მათ, იმიტომ რომ თვითონ არ იციან რას აკეთებენ. აი ესეც ამ სიყვარულის გამოხატვა ალბათ, ხო? და სხვათა შორის შეიძლება ესეც ვთქვათ, რომ მისი ლოცვაც შეისმინა ღმერთმა, იმიტომ რომ იმათ შორის იყო სავლე იყო. და სავლეს შემდეგ ღმერთმა ღმერთი, ასე ვთქვათ, გამოუჩნდა და ღმერთი, ასე ვთქვათ, აპატია. და რაც შეეხება ეხლა ცხადია ეხლა იცით რა, აი ეს სისრულე ამ ქრისტიანობის სისრულე რომ შენ გიყვარდეს ისე რომ პასუხი არ გასცე, ხო? ესეთი სრულყოფილება, იმიტომაც მიდიოდნენ განდეგილად და იმიტომაც მიდიოდნენ მონასტერში, რომ იქ შესაძლებელია ამის უფრო სრულყოფილება, იმიტომ რომ იქ ეხა აი ის დიდი მამები რო იყვნენ, იქ იმათ თავზე რო დაესხა ისა, რა ქვია, ისინი წინააღმდეგობას არ უწევდნენ. ერთი აი პატერიკებს თუ წაიკითხავთ, საოცარი ისენია, თქვათ, აი პატერიკები არის პატარა მოთხრობები ამ მამების, ხო? რომელიც ასე ვთქვათ, გვიხსნის ძალიან სახარების ასრს გვიხსნის, აი როგორც აი ერთმა თქვა, რომ ვთქვათ, ვიღაცას ვთქვათ, მუსიკა თუ არ იცის, ხო, რა არის მუსიკა, ხო? კლასიკური მუსიკა ვთქვათ, ვიღაცამ არ იცის რა არის, თქვათ, ჩამოვიდა საიდანაც და არ იცის და შენ ხა თეორიას ხო არ მიცებ წიგსა რა, შენ მოასმენიებ, თქვათ, მოცარტს ან ბახს. ასევე არის ისინი, ანუ ეს არის ის ხალხი, რომელმაც ეს სახარება, ასე ვთქვათ, თავის ცხოვრებაში გაატარა, ხო? და ის ერთ-ერთი ის არის, რომ მოვიდნენ ხა ძარცველები, მოვიდნენ ბანდიტები და იო, წაიღეთო რაც გინდა თუ და თვითონ ეხმარებოდა იმაზე და დაალაგებინა და ისე. მე კი მობრუნდნენ, არ ვიცი რა მოხდა იქ, მაგრამ მე მობრუნდე ყველაფერი და ხო და რა ის თქვა მინდა, ეს შესაძლებელია, მაგრამ ეხლა როცა შენ ოჯახი ყავს, შვილები ყავს, სოლი ყავს და ეხლა ტერი მოდის და ახლა ხმალი არ ამოიღო და პასუხი არ გასცე, ეგეც არ არის სწორი, ხო, ცხადია, რომ ამასოფლური შემოდის და ჩვენ ვიცით, რომ ქრისტიანული ერებიც ომობდნენ და თავს იცავდნენ და თავსაც ესხმოდნენ. ცხადია, ხო, რეალური ცხოვრება ესეთია, რომ არ არის ესეთი ის, რომ ასე ვთქვათ, არ უნდა დაიცვა და მოყვასი არ უნდა დაიცვა, ესეთი რაღაცა არ არის. თუნდაც აი ჩვენ რო ავიღოთ თუნდაც აი პირველი საუკუნეები, მეოთხე საუკუნემდე, ხო?
ჩვენ ვიცით რომ იყო ასეთი ქრისტიანი მეომრები. ანუ თქვათ წმინდა გიორგი ან დემეტრე ან იოანე მხედარი ისინი რომის იმაში იყვნენ ჯარში. ანუ რას ნიშნავს ჯარში ყოფნა ხა იქ ომი რო ყოფილიყო ხმალსაც აიღებდნენ და შუბსაც ხო? ისე რომ არ არის ესე ადვილად, მაგრამ თავრესი მაინც ის არის, რომ ჩვენი სიძულვილი უნდა იყოს ცოდვის მიმართ, ბოროტება უნდა გძულდეს. პირველ რიგში შენ თავში უნდა ხედავდე და ის უნდა გძულდეს და არა სხვა ადამიანი, რაც არ უნდა ის, თქვათ, რაც არ უნდა ის მტერი იყოს შენ. უნდა გავიხსენო ასეთი სიტყვები კონსტანტინე გამსახურდიას, რომ ხელოვნება მოითხოვს გულის სისხლს საფასად და თუ მთელი ჯანი არ შეალია ამ სასტიკ ბომონს, არაფერი გამოგივა ხელიდან. როგორ უნდა აღზარდო ქრისტიანი ხელოვანი ისე, რომ ხელოვნება არ გადაიქცეს, ესე ვთქვათ, სასტიკ ბომონად. მოდი ჯერ თვითონ ეს ბომონდი როგორ გვესმის, ხო? ანუ კერპი, ხო? ხო სწორია. იცით რა, აიმე თვითონ ეს კერპი, რა არის ეს კერპი? არა თაღვანი არ უნდა სე კერპს. ხო? მე სადღაც თქვი ერთ-ერთ ინტერვიუში, რომ მე ფიქრობდი, რომ ეს ცნება 10 ცნებიდან ცნება ეს მეთქი რაღაცა თითქოს მოძველებულია ხა, ნუ ვიღა ეთაყვანება კერპებს, ხო? მაგრამ სინამდვილეში ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ. საქმე რაში მდგომარეობს, რომ ადამიანის ბუნება სწორედ ისეთია, რომ ცხადია დაცემული ბუნება ადამიანის ისეთია, რომ აი ეს ყველაფრისგან შეუძლია რომ შექმნას და ადვილად ქმნის კერპებს. ყველაფრისგან შეგიძლია შექმნას. და რა არის კერპი? კერპი არის ის, რომელიც ის რაღაცა, რაც იკავებს ღმერთის ადგილს. და რატო არის ესეთი საოცრად ძნელი? იმიტომ რომ კერპი ყველაფრისგან შეგიძლია გააკეთო. აბსოლუტურად ყველაფრისგან. შენი ოჯახისგან შეგიძლია გააკეთო, შენი ოჯახის წევრისგან, შენი შვილისგან, შენი სარწმუნოებად შეგიძლია რომ წმენად კერპად აქციო. ამიტომ ესე იგი ეს როგორ გითხრა, ერთ-ერთი დიდი მამა გრიგორი ნოსელი არის, ამბობს რომ მარადის შენ თავზე მაღლა უნდა და მარადის შენ თავზე სულ მაღლა და მაღლა. მათ შორის აი შენ შეიძლება ადამიანმა ღმერთისგან აქციოს კერპი. ახლა რას გულისხმობ გეტყვით. აი თვითონ ღმერთზე ჩვენ არ გვისაუბრია ეს სიტყვა რას ნიშნავს და რა გვესმის ამ ღმერთის იცით რა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ღმერთზე, ჩვენ ცხადია რომ რაღაც წარმოდგენა გვაქვს ღმერთზე, ხო? ყველა ჩვენთაგავს გვაქვს წარმოდგენა. ნუ ცხადია ვიცით რომ ღმერთი არის ყოვლის შემოქმედი, ყოვლად ძლიერი, ყოვლად კეთილი, მაგრამ მაინც რაღაცა წარმოდგენა გვაქვს ხო ამ ღმერთზე. აი მე როდესაც აი ათეისტებთან მაქვს საუბრები, დიალოგი, ასე ყოველთვის ვეუბნები რომ აი თქვენ ამბობთ რომ ღმერთი არ არსებობს, არ არის ღმერთი, საერთოდ არ არის ღმერთი, ხო, მაგრამ რას აი ღმერთი რას გულისხმობთ ღმერთში? შენ ხო გაქვს რაღაც წარმოდგენა. შენ რო თქვა რომ რაღაც არ არსებობს, ხო? აი თქვა მომბობ რომ ფერი არ არსებობს. ჭინკა არ არსებობს, თქვა. ხო შეიძლება თქვა. ხო მაგ წარმოდგენა ამ ჭინკაზე რა. რომ თქვა რომ არ არსებობს, ხო? შენ ხო გაქვს ვეუბნები ღმერთზე წარმოდგენა. არა მე წარმოდგენა არ მე უბრალოდ რახან არაფერი ის არ არის, ნუ კაი, წარმოდგენა გაქვს. და ამბობ რომ ის არ არსებობს. ანუ მე რას ვამბობ რომ რაც არ უნდა მორწმუნე იყოს ადამიანი, რაც არ უნდა სწორი რწმენა ქონდეს, მას აქვს რაღაც წარმოდგენა ღმერთზე.
სულ უნდა გახსოვდეს, რომ ეს არ არის ღმერთი. ეს არის შენი წარმოდგენა ღმერთზე. ანუ შენ მარადის უნდა მზად იყო, რომ უფრო და უფრო მაღლა ახვიდე ამ ღმერთის შემეცნებაში და არ აქციო შენი წარმოდგენა, არ აქციო კერპად. ეკლესიაში ბევრი არის, ვინც აი თქო მართლმადიდებლობა ეკლესიაში ბევრი არის, ვისთვისაც მართლმადიდებლობა არის კერპი. ეხლა რო გადმოვიდეთ შემოქმედებაში და ხელოვნებაში, რომელიც თქვენ უკეთ გესმით, თქვენ უკეთ იცით ვიდრე მე. აი მანდაც არის თქვა, ხო? შენ შეიძლება კერპად აქციო ყველაფერი, შენი საქმიანობა, შენი შემოქმედება რასაკვირველია, კარგია, როდესაც შენ მთლიანად, თქვა, შენ საქმეს უძღვნი შენ თავს, მაგრამ აქ იგივე არის კი აი ამ შენ შემოქმედებაში, არის თუ არა ის ჭეშმარიტება, ის სიყვარული და ის ღმერთი, რომელიც უნდა იყოს ყველგან და ყველაფერში. აი რაღაცნაირად მე SMS ვთქვი, რომ ყველაფერი შეიძლება, აი არ ვიცი, რამდენად უკავშირდება პიგმალიონის მითი მაგალითად, ხო? პიგმალიონმა შეიძლება თლათ არ უკავშირდება გამსახურდიას, მაგრამ შექმნა რაღაცა, რომელიც თვითონ შეუყვარდა და გარკვეული აზრით გააკერპა. რა ვიცი თუ აი დაახლოებით ესეთი რაღაც. სახარებას მთლიანად გაზდევს ის, რომ ფარისევლები წიგნობრები და ფარისევლები არიღებენ იესოს როგორც მესიას. აი ამას სულ გაზდევს, ანუ სულ დავა და კამათი არის ფარისევლებთან, ფარისევლები დევნიან, ფარისევლები ამბობენ, რომ შენ არ ღვევ შაბათს და ასე შემდეგ. ახლა ვინ არიან ეს ფარისევლები, ხო? ფარისევლები, ახლა ჩვენი გაგებით უარყოფითი პერსონაჟები არიან, ხო? ფარისეველი, რო გითხრან ვიღაცა ფარისეველი ხარ, არ ვარ გა. მაგრამ ფარისევლები საკმაოდ და ეს იყო მაშინ. ფარისევლები იყო სწორედ ისინი, ვინც ინახავდნენ აი ამ მიუხედავად იმისა, რომ დაპყრობილი იყო ებრაელი ერი დაპყრობილი იყო და შემდეგ ფარისევლები იყვნენ სწორედ ისინი, რომლებიც პატრიოტები რა. აი თქვენ რო წარმოიდგინოთ საბჭოთა კავშირი, ხო იყვნენ პატრიოტები, რომლებიც არ ეპუებოდნენ დისიდენტები, ეროვნულ გამანთავისუფლებელი მოძრაობა, ეს იყო ფარისევლები. და ისინი მოველოდნენ მესიას. დიახ, მესიას მოველოდნენ. და აი მთავარი ერთ-ერთი აზრი, რომელიც გაზდევს იმას, რომ მათ სწორედ ვისაც უნდა დაენახა მესიას, სწორედ მათ ვერ დაინახეს, ვერ შეიცნეს, მასში ვერ დაინახეს მესია. და რატო? და იმიტომ რომ მათ წარმოდგენაში ვერ ჩაეტია. შენ გაქვს წარმოდგენა ღმერთზე და შენ შეხვდი ღმერთს გარკვეული აზრით და ის შენ წარმოდგენაში ვერ დაეტია. ცხადია, რატომ დაეტიო შენ წარმოდგენაში. და აქედან არის ორი გზა, ან შენ იტყვი, რომ ეს არ არის ჭეშმარიტი ღმერთი. და შეიძლება მართალიც იყოს, იმიტომ რომ საერთოდ ადამიანები ფრთხილად უნდა იყოს, შეიძლება მართლა რაღაც ისეთი რაღაცას ხედავ, რაც მართლა არ უნდა იყოს. მაგაზე გარანტიას ვერავინ ვერ მოგცემთ. და მეორეა, რომ უნდა გადალახო შენი საკუთარი თავი. უნდა გადალახო ეს შენი წარმოდგენა, უნდა გადალახო და უნდა თქვა, რომ ჩემი წარმოდგენა არ გამართლდა, ხო? უნდა გამოიჩინო ეს გულის სირბილე. და ამიტომაც იყო პირველი მოციქულები არ იყვნენ ფარისევლები, არ იყვნენ წიგნობრები, არ იყვნენ განათლებულები. რატო? იმიტომ რომ მათთვის უფრო ადვილი იყო ამის მიღება. ისინი არ იყვნენ ასე თქვა ცოდნით და იმითი დატვირთული არ იყვნენ. აი ესეთი რაღაცა არის. ცოდნა განაცუდია, კი არა მოფცუდია. და ეს ამბობს, რომ ახალ ღვინოს არ ასხამენ ძველ, ეს ცოტას ის არის. მაგრამ უფრო ამას მიეხება ის, რომ დიდარისთვის ძნელია შევიდეს სასუფეველში. ხა მართლა ის კი არის გულისხმობა, რომ ადამიანი დიდარია და ბევრი
ფული აქვს და ესა აქვს, მაგრამ მდიდარი შეიძლება იყოს შენი სოდნით იყო მდიდარი, განათლებით იყო მდიდარი, ხო? მათ უფრო მეტი უნდა გადაელახათ, რომ მიეღოთ იესო, ვიდრე ვიღაც მებადურებს, ან თქვათ. თომ არ ვიცი, თუ გიპასუხეთ, ეს არის, რომ ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ არაფერი არ გავაკერპოთ. იმიტომ რომ ჩვენ ბუნებაში ყველაფერი შეგვიძლია ვაქცევთ კერპო. აი მან დავამატებ, ბარემ გავაგრძელებ ცოტა ჩემი ინტერპრეტაციით, ანუ მან როგორ უნდა დავიცვათ ოქროშუალედი. აი ცოდნასთან დაკავშირებით ახლა ახსენეთ. რომ აი არ გადავიდეთ რაღაც ფარისეულურ ჯულის კანონში, რაღაცა ეზეთმიწევნით ათოსნობაში და აი როგორ უნდა დავიცვათ მან და იქ მაინტერესებს. საერთოდ ვიცით რა, როგორც ამბობენ, რაც უფრო მეტი ცოდნა გაქვს, მით უფრო იცი რამდენად ცოტა იცი. აი როგორც ამბობენ, რა მართლა ისეთი ვისაც ცოდნა აქვს და სიბრძნე აქვს, ისინი ერთმანეთს გრძნობენ, იმით რომ მათ ესმით რამდენად ცოტა იციან. აი ერთ-ერთი თვათ ქრისტიანობაში რო არ ვიყოთ, ეს ლაოძისა აქვს ერთ-ერთი ისა, რომ ძნელია ესაუბრო ბაყაყს, რომელიც თავის გუბეს არ გაცდენია, რომ ესაუბრო რა არის ოკეანე. ძნელია ელაპარაკო, თქვათ, პეპელას, რომელსაც ორი კვირა ცოცხლობს, რა არის თოვლი, რა არის ზამთარი. ძნელია ვერ ელაპარაკები და ასევე ძნელია რომ ელაპარაკო დაოზე. დაო არის როგორც გზა აღმერთი. ისეთ განათლებულ თუ ნახევრად განათლებულ ადამიანთან რა. აი ქართულად არ ვიცი როგორ ითქვას. აი თან რო განათლებულია და თან რო გონია რომ იცის რაღაცა რა. მაგრამ ვერ ხვდება რამდენად ცოტა იცის. აი იმასთან ძნელია რომ ელაპარაკო მას ღმერთზე. Ну, ესე რუსულში ესე აგრანიჩნე გრამატია, საგრანიჩნე გრამატია, ანუ შეზღუდული, ну, კი, ციგნობარი, მაგრამ ისეთი ციგნობარი რა. შეიძლება ისეთი ციგნობარიც იყოს, არ ვიცი, მაგრამ აი ესეთი ის არის, ხო? და რითი იწყება საერთოდ ფილოსოფია, რითი იწყება, ხო? რომ ახლა სოკრატემდე იყო ცხადია ფილოსოფოსები, მაგრამ ეს სოკრატემ რაღაცნაირად სოკრატე რას ამბობს, რომ მე ვიცი, რომ არ ვიცი, ხო? ეს ყველა მიცის, მაგრამ სინამდვილეში კონტექსტში რო გავიხილოთ, აი საოცარი ის არის, თუ ისა გადაიკითხეთ სოკრატეს აპოლოგია. იქ არის პლატონის მიერ დაწერილი სოკრატეს აპოლოგია. სოკრატე ამბობს, რომ კაცო, მეო რას მერჩითო? მეო სიბრძნეს ვეძებდიო. პირველ რიგში ბრძენებთან მივედიო, ხო? ბრძენები რა არის? სოფისტი ნიშნავს ბრძენს, ხო? სოფისტთან მივედიო და არ ქონდათო რა სიბრძნეო. მერე წავედი პოეტებთან, იმათაც არ ქონდათო, იმათაც არ ქონდათო. არავის არ ქონდა. მეც არ მაქვს იმათაც არა, არავის არ აქვს. მაგრამ მე რაღაც ერთი უპირატესობა მაქვს. ეგ ხო ვიციო რა არა მაქვს. იმათმა ეგეც არ იცია. როგორც ასეთი თავმდაბლობა ქრისტიანული თვალსაზრისით. კი, სწორია, ქრისტიანული თავმდაბლობაც ამას იგივე. იმათმა ეგეც არ იცია. ეს არის ფილოსოფიის დასაწყისი ეს არის. მეცნიერების დასაწყისი ეს არის. მე არ ვიცი. მინდა რომ ვიცოდე. ხო? და ვიწყებ თავიდან. აი სხვადასხვა აი მეცნიერება ეს ცოტა შეიძლება სხვა თემაა, მაგრამ მეცნიერება და თეოლოგია ცოტა სხვადასხვა რამეა. აი ხა მე მაგალითად აი იგივე ათეისტებთან რომ აქ ისა ისინი ამბობენ რა ეს თეოლოგია რას მიაღწიეთ აბა რა მიღწევი აი მეცნიერებას ამხელა მიღწევები აქვს ერთი მეცნიერება ეკლესიის წიაღში დაიბადა თანამედროვე მეცნიერება დაიბადა უნივერსიტეტებში და პირველი მეცნიერები იყვნენ სწორედ ქრისტიანები და ქრისტიანული სოფხედულობიდან დაიწყეს ეს მაგრამ მაგას არ აქვს მნიშვნელობა სხვადასხვა რამეა მეცნიერება არის რომ შენ იწყებ თავიდან ხო სხვა კითხავს რითი რა არის ეს ჩვენ გარშემო რისგან შედგება და ნელ-ნელა ადიხარ მაღლა ხო მეტ და მეტ ცოდნას აგროვებ მათ შორის
დაკვირვება, ექსპერიმენტი, თეორია, თეორია ამოწმებს ექსპერიმენტს, ექსპერიმენტი შემდეგ გეგმავს ახლა და ასე შემდეგ. თეოლოგია პირიქით არის. თეოლოგია როგორ არის? თეოლოგია არის რომ გადმოვიდა ეკლესიაზე სულიწმინდა და მთელი ეს სულიწმინდა გადმოვიდა რა, ღმერთის ეკლესიაში არის სულიწმინდა. ანუ ეს ცოდნა არის ეს ეკლესია, ცოდნა ღმერთის შესახებ, რამდენიც შესაძლებელია, ხო? მოცემულია, ხო? ანუ მოციქულები, რომლებიც იესოსთან იყვნენ, სულიწმინდა, რომელიც მათზე გადმოვიდა და ჩვენ გვწამს, რომ დღესაც არის სულიწმინდა. თეოლოგია პირიქით მოდის. თეოლოგია შენ აი ამ ცოდნას შენ გინდა რომ გამოთქვა ადამიანურ ენაზე. აი მაგალითად. ბასილი დიდი წერს ესეთ რაღაცას, რომ სხვათა შორის ბასილი დიდი იყო მე-4 საუკუნის დასაწყისში და იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში. ესეც ცოტა პარადოქსალურია, ჯერ კიდე სანამ ქრისტიანობა მიიღო იმან. იყო ქრისტიანული ოჯახი. და მეორე რა რწმენაც მომცესო ჩემმა მშობლებმა ბებიამო რა იგივე რწმენა მაქვს დღესაცო რა ეს არის ადამიანი რომელმაც ჩამოაყალიბა რა ვიცი კაბადოკიელი мама რომელიც ერთ-ერთი რომელმაც ჩამოაყალიბა ეს სამების თეოლოგია მთელი რა იგივე რწმენა მაქვს მე ანუ მან ეს გადმოსცა სიტყვებით ის რაც იყო და თანაც ნახეთ როგორ ვითარდება ქრისტიანული ისა მოვიდა ერთი ისა არიოზი მოდელი რაღაც ეგვიპტეში მოდელი და თქვა რომ ისა ღმერთი ხო ერთიაო ну იქ ისეო და ესე იგი мама ღმერთი არის ერთი ღმერთიო და ძე ღმერთიო არისო უდიდესი რაღაც მაგრამ შექმნილიაო ანუ იყო და მან ესეთი მოკლეს არის იყო როცა არ იყო ანუ მან თქვა რომ იყო დრო, როდესაც ძე არ იყო, мама იყო. ნუ ხადი ახლა იგივე მამაზე რაც თქვენ გითხარით, ხა ეს ამ ჩვენ სიმბოლოს ბოლომდე თუ გადავიყვანთ, ცხადია რომ იყო დრო, როცა мама ჩემი იყო და მე ჯერ არ ვიყავი, ხო, ცხადია რა თუნ ამას ლაპარაკი. მაგრამ როცა ამას ვერცე გადაიტან, მიიღებ უდიდეს წვალებლობას. თავისივე ეპისკოპოსმა იმ წუთშივე განკვეთა. მაგრამ ნახეთ. კი, ეგ არასწორია. მაგრამ კითხვა უკვე დაისვა. აბა სწორი როგორ არის? სწორი როგორ არის? იმან ვერ თქვა, დაჭირდა მთელი თაობა, ერთი თაობა დაჭირდა ბასილი დიდი ის, რომ გამოეთქვათ როგორ არის ეს სწორი. რომ мама, ძე, ღმერთი ერთია, ამავე დროს სამია და გამოკვეთეს ესა თქვათ ეს ტერმინებში, იმაში. იგივეა სხვათა შორის აი ახალი აღთქმის კანონი. ახალი აღთქმის კანონი საერთოდ არ იყო ესეთი. კი, კითხულობდნენ სახარებებიც იყო პავლესის, მაგრამ ერთიანი შეკრული კანონი არ იყო. მოვიდა ერთი მარკიონი და თქვა ეს ყველაფერი არასწორია, აიღო ლუკას სახარება, პავლენი, რამდენიმე პავლესის და ეს არის ჭეშმარიტი კანონიო. შენ გიჟი ხო არა ხარო უთხრეს დაგვანები თავიო, არ არის სწორი, მაგრამ კითხვა ხო დაისვა. აბა კანონი როგორი არის და შემდეგ ეკლესიამ უკვე შექმნა თავისი კანონი, იმიტომ რომ საკითხი რო დაისვა, მე იმას ვერ მიატრიალებ უკან, ხო? და ესე ვითარდება თეოლოგია, ანუ ისმის საკითხი, აბა შემდეგი სამების შემდეგ საკითხი იყო, აბა როგორ არის ქრისტეში ორი ბუნება. და ამას კიდე ერთი საუკუნე დაჭირდა და კიდე ესენი, ხო? ანუ თეოლოგია ეს არის ადამიანური ენაზე ჩამოყალიბება იმ რწმენის, რომელიც არის ჩვენ ახალს იცი რა, ერთ-ერთი ის არის, რომ აი მე-4 საუკუნეში შეიქმნა ქრისტიანობის ისა, ხო? ან თქვათ, ან პავლემ შექმნა, ან მე-4 საუკუნის კაბადოკიელებმა შექმნა რაღაცა. არ არის ესე. მათ უბრალოდ გამოთქვეს ეს სიტყვებით. მოგესალმებით. თქვენ ახსენეთ, რომ მარადიული სიცოცხლე შეიძლება დასრულდეს ტანჯვით და გამოიყენეთ სიტყვა ჯოჯოხეთი. ჯოჯოხეთსაც კი შეიძლება დაემსგავსოს. მაინტერესებს თქვენთვის რატომ არის ეს განპირობებული და თუ ამ მოსაზრების გჯერათ, მაშინ აი 60-ის იდეა თქვენთვის როგორ ჩანს? 60-იც ხომ მარადიული სიცოცხლეა და თქვენ თუ
ფიქრობთ, რომ მარადიული სიცოცხლე სრულდება ტანჯვით, მაშინ სამოთხეში მოხვედრას რატომ მისურვებდით? ხო, არა, მე ესე არ მithქვამს, თქვენ ცოტა არასწორად გაიგეთ. საქმე რაში მდგომარეობს, იცით, რომ მე იმის თქმა მინდოდა, რომ მარადიული სიცოცხლე სხვა რამეა და არა ეს მარადიული სიცოცხლე, რომელსაც ჩვენ გვპირდება იესო ქრისტე, ხო? ეს არ არის უბრალოდ აი ის იმ ცხოვრების, რომელსაც ჩვენ ვიცით, ეს ამ ცხოვრების უბრალოდ განგრძობა. მე არ ვთქვი, რომ მე არ ვამბობ, რომ ნებისმიერი მარადიული სიცოცხლე ტანჯვით თავდება ან ჯოჯოხეთია, არა. მე ვამბობ, რომ თქვენ რომ და ის Swift-ის მაგალითიც მაგიტომ მოვიყვანე. მე რომ თქვენ რომ წარმოიდგინოთ, რომ ეს ჩვენი ცხოვრება, როგორც ახლა ვცხოვრობთ, უსასრულოდ გაგრძელდება, ეს არ იქნება სასופველი ღვთისა რა. გესმით? ანუ მაგალითად ერთ-ერთი რასაც ამბობენ, რასაც ვთქვამთ, რომ ალბათ მოსაწყენი იქნებაო, ხო? უსასრულო ცხოვრება და შეუძლებელია რომ იყოს მოსაწყენი. ანუ სასופველი არის იქ, სადაც არ არის არც ტანჯვა, არც მოწყენა, არაფერი. ჩვენ ვერც წარმოვიდგენთ ეს რა არის, საერთოდ ვერ წარმოვიდგენთ. ანუ მე აბსოლუტურად მაგ არ მithქვამს, რომ ნებისმიერი საუკუნო რაღაცა არის ან თავდება ტანჯვით, ან თავდება ჯოჯოხეთი, ან ჯოჯოხეთია. მე ვამბობ, რომ ჩვენ ვართ ისეთ მდგომარეობაში, როდესაც ერთის ხრივ გვინდა სიცოცხლე, ხო? გვინდა, მაგრამ მეორეს ხრივ ეს სიცოცხლეც უსასრულოდ რო გაგრძელდეს, ეგეც ვერ წარმოგვიდგენია რა. რა სიკეთეა იმაში, რომ თქვათ ვიცოცხლო მილიონი წელი, თქვათ. აი რა სიკეთე იქნება ამაში. აი ესეთი თუნდაც ყველაფერი რო გქონდეს, თქვათ. საჭმელი, საცმელი, ოჯახი, ცოლი, შვილი, ყველაფერიც რო გქონდეს, ყველაფერი სიკეთე, ხო? აი ეს არის და ის სხვა რამე იმას ჩვენ ბოლომდე ვერ წარმოვიდგენთ, რა იქნება, რა არის. ჩვენ ბოლომდე ვერ წარმოვიდგენთ. მაგრამ აი ამის თქვაც მინდოდა, რომ ერთის ხრივ ჩვენ ამას ვერ წარმოვიდგენთ, მაგრამ გარკვეული რაღაცა წარმოდგენა ამაზე გვაქვს ჩვენ. აი სასופველი, როდესაც ამბობს, რომ სასופველი მოახლოვებულია, სასופველი უნდა ეძიებდე, ხო, სასופველი უნდა გინდოდეს, სასופველი უნდა გიყვარდეს, ღმერთი უნდა გიყვარდეს, უნდა გინდოდეს ღმერთთან ყოფნა. მაგრამ როგორ უნდა გინდოდეს რაღაცა და როგორ უნდა გიყვარდეს რაღაცა, თუ საერთოდ არაფერი წარმოდგენა არ აქვს და საქმეც იმაშია, რომ აი ეს ადამიანს მოეცემა ესა რა, რაღაცა შეგეხება გულზე, რაღაცა აი მაგალითად ეკლესიაში როდესაც ხარ, ჩემ გამოცდილებასაც გეუბნებით და სხვის გამოცდილებასაც, რომ რაღაცნაირად ეს მოგეცემა ამისი შეგრძნება რა სასופველის, რომ შემდეგ მოგინდეს, ხო, და შეგიყვარდეს. ახლა მე წინაზეც მოვიყვანე ეს მაგალითი, ხო? ხო, შეუძლებელია რომ ვინმე შეგიყვარდეს ისე რა. მე რო გითხრათ, რომ აი რა კაია ვიღაცა, კაი ბიჭი ან კაი გოგოა და ხوار შეგიყვარდება. უნდა რაღაც მაინც უნდა ერთხელ მაინც უნდა ნახო, ან სურათი მაინც უნდა ნახო. ხო? ისე როგორ შეგიყვარდა, აი იმასაა კარგად წინაზეც თქვი. ჯადოსნურ ფრეიტაშია, მოცარტის ჯადოსნურ ფრეიტაში, რომ აი სურათს აჩვენებენ პრინცესასი და ამ პრინცს შეუყვარდება და ასე ვთქვათ, აქედან იწყება რაღაც. მე ის თქვა მინდა, რომ აი თავი კარგია რომ ეს კითხვა დამიშვა. თავისთავად ის რომ აქ არის ეს სოფელი და აქ ტანჯვა და იქ არის სასופველი, ესეც არასწორი წარმოდგენაა. სასופველი მოახლოებულია უკვე. ეკლესია სწორედ არის სასופველი ამ სოფელში და ეს უკვე დაწყებულია ეს გზა რა. ეს არ არის ისა რა. ამიტომ თუ ადამიანი არის სწორედ აი ამ წმენაში და იმაში, მას ცხადია სრული წარმოდგენა არ აქვს, მაგრამ გარკვეული რაღაცა მინიშნება აქვს. იმიტომ რომ ისე სხვანაირად ძალიან ძნელია, იცი რა. ქრისტიანობა სწორედ არასწორად ესმით, რომ აი ჩვენ თუნდაც აი თქვათ
განდეგილს რო კითხულობ, თქვათ, ილიას განდეგილს ახლა ზუსტად კაცმა არ იცის თვითონ ილია რას გულისხმობდა, მაგრამ სწორედ ესე ესმით, რომ კაცი ესე ასე თქვათ, აქ იტანჯება და მერე ელოდება რაღაცას. გარკვეული სიმართლე ამაში არის, მაგრამ შენ უკვე რაღაცნაირად მოცემული გაქვს ეს რა. ჩვენ რაც გონია უფალი არის ჩვენი წარმოდგენა და რა თქმა უნდა არ იქნება უფალი, იმიტომ რომ ღმერთი ჩვენზე ყოველთვის დიდია და ვერ ჩაეტება ჩვენ აზრებს ესე ვთქვათ. და ცდება ძალიან ლოგიკური კითხვა, რომ როგორ უნდა მივხვდეთ, უფალმა ხო თქვა, რომ ბევრი მოვა ჩემი სახელით. ხო და აქედან გამომდინარე, როგორ უნდა მივხვდეს ადამიანი, რომ არის თუ არა ის ნამდვილი, ანუ სწორ გზაზე დგას თუ არა. თუ ამაზე ხა ჩვენ ვიტყვით, რომ როგორც ვიცით, რომ ეკლესია არის ჭეშმარიტი, რაც უფალმა დააფუძნა კლდესა და ის ჯონ ჯოჯოხეთსანი ვერ მოერებიან მას, ხო? ნუ ეს ყოველთვის იქნება ეკლესია და ეკლესიაში ნავეძიოთ. მაგრამ ეს ეკლესიაც დღევანდელ რეალობაში ყველა ამბობს, რომ ჩემი ეკლესია, ჩემი ეკლესია, კიდევ ქრისტიანობაში, ხო? აქედან გამომდინარე ძალიან ლოგიკური კითხვა არის, რომ როგორ უნდა მივხვდეთ რომელია მართალი. ხო, ძალიან კაი კითხვაა და ძით აი ამაზე არ არსებობს უნივერსალური პასუხი, თქვათ. აი როგორ უნდა გაარჩიოს სულები, თქვათ. აი ეს არის ღმერთისგან არის თუ პირიქით სატანისგან არის. ხო, სატანისგან არის თუ ღმერთისგან არის. ეს არის, იცით როგორ არის, აი ხშირად ადამიანი, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს, თქვათ, ესა, თქვათ, მოძღვარს ეკითხება, წიგნებს კითხულობს რაღაც, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც თითქოს როგორ არის, იცით, აი კიბეზე რომ მიდიხარ და სახელური ხო აქ კიბეს, მაგრამ აი ბოლოს ყველაზე უფრო ისეთ მნიშვნელოვანი იმაში სახელურიც აღარ არის. მთლიანად შენზეა რა, შენ თვითონ უნდა მოახერხო რაღაცნაირად რომ გაარჩიო ეს. ღმერთისგან არის თუ არა. ნუ ერთ-ერთი ნიშანი არის ის, რომ არის რაღაცა, რასაც ეშმაკი ვერ მოგცემს. მაგალითად, შენ თუ გრძნობ გულსრფელ სინანულს და სიყვარულს, ნამდვილ სიყვარულს, აი რომელიც აი წრებსაც რო წვდება რა. ეს ერთ-ერთი ნიშანია, რომ ეს ღმერთის არის. ეშმაკი ვერ მოგცემს, რასაც თვითონ არ აქვს. სინანულს ვერ მოგცემს, ნამდვილ სინანულს რა. არა ისეთ სინანულს რა, ცოდული ვარ. ხო, ისე რომ პასუხისგებლობა ადამიანის რჩება, რომ გაარჩიოს სული, იმიტომ რომ სხვათა შორის აი ანტიქრისტეც რას ნიშნავს? ეხლა ანტიქრისტე ახლა რატო არის საჭირო, რომ ცოტა მაინც ვიცოდეთ ცოტა სილმეში. ანტი ბერძნულად მარტო მოწინააღმდეგეს არ ნიშნავს. ანტი ნიშნავს სხვას. აი მაგალითად ხო არის პასექი, პასქა და შემდეგი კვირა არის ანტიპასქა. ანტიპასქა იმიტომ კი არა, რომ იმას ეწინააღმდეგება. მეორე სხვა other ინგლისურად რა. ანუ ანტიქრისტე იმით კი არ არის მარტო საშიში, რომ ქრისტეს ეწინააღმდეგება. ის მოდის შენთან როგორც ქრისტე. ოღონდ სხვა ქრისტე, ანტიქრისტე. ანუ ადამიანი როცა ბერძნულად თუ კითხულობს, ახლა მე ცოტა ვიცი ეს ბერძნული, ბევრი არ ვიცი, მაგრამ აი ვინც კითხულობდა, ის ანტიქრისტე მისთვის ეს ცხადია. ეს რო ის არის ამ ამიტომ ხო ეს არის სწორედ, რომ გაარჩიო შენ ის ღმერთისგან არის თუ ანგელოზისგან. სასწაული ჭეშმარიტი სასწაულია, ანუ სასწაული რას ნიშნავს? ნიშანი, ანუ ნიშანი მოწე ღმერთისგან არის თუ როგორც ნათქვამია, ეშმაკსაც შეუძლია სასწაულების გაკეთება. და ანგელოზი, რომელიც რაღაცას გეუბნება, ეს ღვთის ანგელოზია თუ ეშმაკია. თქვენი აზრით სიყვარული არის ღმერთის ამოცნობის ან შემეცნების გზა უფრო მეტად თუ ჭეშმარიტება და სიმართლე? რა არის ამის შორის სხვაობა და თქვენი აზრით მამოძრავებელი პრინციპი მთავარი რა არის განხთობის? ეს კარგი შეკითხვაა და ძნელი შეკითხვაა, არ ვიცი. შევძლებ თუ არა ამაზე გიპასუხოთ. განხთობის გზა აი როგორც გითხარით, თვითონ განხთობის გზა ღმერთმა ადამიანის შექმნა
რომ მას ემეფა ამ ქვეყნად, ის იყო მეფე და ამავე დროს ის იყო მღვდელი ამ სიტყვის მაღალი გაგებით, რა გაგებით, რომ მას სწორედ ერთის ხრივ ეს ამ სოფელს ეკუთვნის, ამ ქვეყანას ეკუთვნის და მეორე ხრივ უნდა ყველაფერი თქვა ღმერთისთვის უნდა მიეძღვნა. და სწორედ ღმერთის ჩანაფიქრი ადამიანის მიმართ არის ის, რომ ღმერთის ადამიანის გახრთობა, ხო? და ერთ-ერთი რაც არის, ეს არის, რომ ეკლესია ყოველ შემთხვევაში როგორც ჩვენ გვეუბნება არის, რომ ის რომ ქრისტემ ლოგოსმა მიიღო ადამიანობა, ეს სამარაჯამოა, ანუ ის რჩება, ანუ ეს შეერთება, ასე ვთქვათ, ღმერთსა და ადამიანს შორის რჩება და ჩვენც გაგვეხსნა ეს გზა, რაც იყო იმ თავითვე ღმერთის ჩანაფიქრი ადამიანის მიმართ, რომ ჩვენ როგორც ქრისტესნი და ეკლესია სწორედ ქრისტეს ეკლესიაა პირველ რიგში, ხო? აი, როდესაც ერთ-ერთი მამა როცა აღწერს ქრისტე როდესაც გამოეცხადა, კრიტით აღდგარი ქრისტე როცა პავლეს გამოეცხადა, იმან არ თქვა ჩემიანებს რატო დევნით, ან ეკლესიას რატო დევნით, ან ჩემ ეკლესიას რატო დევნით, მე რატომ დევნი იმან თუ რა. მე რატომ დევნი, ანუ შენ ადამიანი როდესაც დევნი ქრისტიანებს, შენ დევნი ქრისტეს. ეხლა ამიტომ განხრთობის გზა არის სწორედ გზა სიყვარულის. ეხლა რაც შეეხება ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტება რა არის ჭეშმარიტება, ხო? ჩვენ ვეძებთ ჭეშმარიტებას, მე როგორც გითხარით, ხო? ბავშვი სვამს ამ კითხვებს, რა არის ეს ჩემ გარშემო, რა არის ეს, მინდა ვიცოდე, ანუ მინდა ვიცოდე ჭეშმარიტება და ზოგი ამას ინარჩუნებს, თქვათ, მეცნიერი გარკვეული აზრით ეს ბავშვია იმ გაგებით, რომ შეინარჩუნა ეს ცოცხალი ინტერესი. ცხოველი ინტერესი, ხო? და აი შეიძლება ითქვას, რომ აი თუ იოანეს სახარებას თუ წაიკითხავთ, იქ არის დიალოგი პილატესთან, დიალოგი, როდესაც არის იესოსი. პილატე, როდესაც ჭეშმარიტებაზე ჩამოვარდება ლაპარაკი და პილატე იტყვის, რა არის ჭეშმარიტებაო? აი რა არის ჭეშმარიტება და ის არც კი დაელოდება პასუხს და შეტრიალდება. ანუ ამ პილატეში არის მთელი ამ შეიძლება ითქვას, რომ მთელი ამ ცივილიზაციის ტკივილი, რომ რა არის ეს ჭეშმარიტება, ხო? ვერ მივედით, არ ვიცით რა არის ჭეშმარიტება, ხო? არ ვიცით რა არის ჭეშმარიტება. თითქოს ამაში არის თავმოყრილი არის ამ პილატეს ამ სიტყვებში, აბა რა არის ეს ჭეშმარიტება? პასუხსაც არ დაელოდა და პასუხი იესოსა აქვს, მე ვარ ჭეშმარიტი. ანუ ჭეშმარიტება ეს კი არ არის, აი აგერ არის სწავლება, აგერ არის თქვათ ათიცნება, ან აგერ არის ჩემი სწავლება, ან აგერ მე ღმერთმა მიკარნახა, თქვათ, როგორც ყურანია, თქვათ, ხო, ღმერთმა მიკარნახა და აგერ არის ბატონო წიგნი, არა, მე ვარ ჭეშმარიტი. და მე ვარ გზა და მე ვარ სიცოცხლე. ანუ აი ეს არის, რომ თქვათ, თვითონ ღმერთი არის ჭეშმარიტება, და ღმერთი არის ჩვენ მიზანიც, ღმერთი არის დასაბამიც და მიზანიც და ეს მივიდარ, მაგრამ აი როგორ გვესმის ეს ამაში საკითხი. შეიძლება მე ვთქვა, შეიძლება მეც არ მესმის. და ალბათ მეც არ მესმის. ცხადია ბოლომდე არ მესმის. აი ქრისტიანობა სწორედ ეს არის, უნდა გვახსოვდეს, აი მე ერთ-ერთ ჩემ წერილში ესე დავწერე, რომ მათეს სახარების განმარტება, აი თქვათ გამოცემულია თუ წაიკითხავთ, იოანე ოქროპირის მათეს სახარების განმარტება და იოანეს სახარების მათეს სახარების განმარტება ესე იწყება. ნუ ეს რიტორიკული ის არის რა, უჭირავს ხელში ეს მათეს სახარება და ამბობს, რომ ჩვენ რო ვიყოთ ჭეშმარიტად, რომ ღვთისნიერად რო ცხოვრობდეთ, ეს წიგნიც არ იქნება საჭირო. წარმოუდგენელია ესეთი რამ. ისლამში წარმოუდგენელია. ვერავინ ვერ იტყვის, რომ ეს წიგნი არ გვჭირდება. იუდეველობაში წარმოუდგენელია. ქრისტიანობაში წარმოსადგენია. იმიტომ რომ ეს წიგნიც მეორადია. ღვთის სიტყვა, ჭეშმარიტი ღვთის სიტყვა თვითონ არის იესო ქრისტე. ის არის ღვთის სიტყვა. ეს ყველაფერი მეორადია, მათ შორის დაწერილი სახარებაც მეორადია.
ვეთაყვანებით და ვკოცნით და ესა, მაგრამ მაინც მეორად პირველად არის თვითონ იესო ქრისტე. იგივე ჭეშმარიტება, იგივე სიყვარული. ადამიანს რამდენად შეუძლია რომ ამ ქვეყნიურ ყოფაში მიაღწიოს სრულყოფილებას თუ არა მასში არსებული ღმერთისძიება. გასაგებია. დიახ. და ასევე სიყვარულთან დაკავშირებითაც დავამატებ ქალისა და კაცის სიყვარულზე იყო საუბარი, რომ ეჭვიანობის ნიადაგზე მკვლელობა და ასე შემდეგ, ხო? ეს სიყვარული რამდენად არის დაკავშირებული საღმრთო სიყვარული და ადამიანური სიყვარული. ანუ თუ საღმრთო ბერძნებს ხო აქვს განცალკევებული სამნაწილად ეს ეროსი, შემდეგ აღაპე და ფილია და აღაპე, ხო? საბუთოს აი ამის ფორმულირება მე მგონი ძალიან კარგი იქნებოდა თქვენი. მადლობთ. ხათაშორის აი ეშმაკების დაცემაზე ცოტა გადავხოთ ამას. იქ ლაპარაკია აი ორიგენესა აქ ეს როგორ მოხდა დაცემა, რომ თითქოს მათ ქართულად ესეთი ქართულად კარგად გადმოსცემ სიტყვა მოეყირჭათ რაღაცას. აი თითქოს აი ეს ამდენი სიკეთეც კი სიკეთე და სიყვარულიც მაგრამ ამას თავი დავანებოთ. ეხლა გადავიდეთ აი თქვენ რაზეც მითხარით ჯერ ერთი რაც შეეხება აი ამ ხეს ხო ბოროტისა და გარჩევის ხეს. ხო, აი მე ხა ერთ იმას გავუსვი ხაზი ერთ ასპექტს, რომ აი ამ მათქმედებაში არ იყო ღმერთი, ანუ ღმერთმა სწორედ უთხრა, რომ ამას ნუ შეჭამთ და ეს არის ერთ-ერთი სიმბოლო ამ ქვეყნის მიღება, როგორც თვითკმარის ღმერთის გარეშე, მაგრამ აქ სხვა ისიც არის კიდე რომ ეს ხე, როგორც წერენ დიდი მასწავლებლები, ეს ხეც ადამი და ევასთვის იყო ეს ხე დარგული, თქვა. ღმერთმა იმიტომ კი არ დარგო, რომ აი თქვა აბა გამოეცადა. მხოლოდ მაგიტომ კი არ დარგო, არამედ ასევე მაგათთვის ისე როგორც სიცოცხლის ხე. უბრალოდ საქმე იმაშია, რომ ეს ხე და ეს ნაყოფიც მათ უნდა მიიღოთ, მაგრამ უნდა მიიღოთ თავის დროზე და ღმერთთან თანხმობით და არა ღმერთის საპირისპირო. აი ერთ-ერთი მთავარი მიზანი ეგ არის და ისიც რო ვთქვათ, ეხა მოეწყინდათ და იმიტომ აიღეს ესეთი მე არ ვიცი ესეთი ინტერპრეტაცია, მაგრამ და ეს ეხა გამახსენდა კიდე თინაზეც თქვი, რომ აი ნიშანი იმისა, რომ ეშმაკი თვითონ ყველაფერს ამახინჯებს და არაფერი თავისი არ აქვს, მაგრამ საშინელი მისი ძალა სწორედ ის არის, ყველაფერს ამახინჯებს და აი ეს ჩემი საყვარელი ეს თეოლოგი შმემანი სწორედ ამას ამბობს, რომ ეს ჩურჩულით რო იქნებით როგორც ღმერთები, ესეც ღმერთისგან აიღო, ღმერთს მოპარა. ანუ თქვენ იქნებით როგორც ღმერთები, ანუ გახრთობაზეა ლაპარაკი, ხო? და ესეც ღმერთის ჯანაფიქრი იყო, რომ დიახ უნდა იყოთ ღმერთები, მაგრამ არა ღმერთის საპირისპიროდ, არა ღმერთთან ურჩობით, არამედ ღმერთთან თანამშრომლობით, ღმერთთან აი ესეთი რაღაც. რაც შეეხება სიყვარულს, საერთოდ აი ქორწინება რასაც ქვია, ანუ ქალის და მამაკაცის ეს ძალიან დიდი ის არის, თქვათ, იგივე ასევე სიმბოლოებით არის დატვირთული. ეს არის ღმერთი და მისი შემოქმედება, ქმნილება, ქრისტე და მისი ეკლესიას ძალი. ანუ ამაში ეკლესია ხედავს, იგივე თქვათ, ქებათა ქებას ტექსტი რო ავიღოთ, ამაში ეკლესია ხედავს უდიდეს საიდუმლოებას, უდიდეს სიმბოლოს, ხო? ანუ ეს ჩვენ არ აქვს მნიშვნელობა ვართ ქორწინებაში თუ არ ვართ ქორწინებაში. ყოველ შემთხვევაში ქორწინება, როგორც ასეთი, არის სწორედ გვიხსნის ჩვენ რაღაცას, ბევრ რაღაცა დიდს. და სიყვარული, ხო, თავისთავად ესეც გვიხსნის, რომ რა არის ეს სიყვარული და ვისაც გამოცდილი აქვს.
მე მაგალითად საბავშვო ბაღში უკვე შეყვარებული ვიყავ საბავშვო ბაღში ხო და თუმცა არაფერი არ ვიცოდი და რა ვიცი სულ იმასთან მინდოდა ოფნა რა ხო ნუ ეს ხო ის არის თქვა ხურებრივად ხომ არ უნდა გამოვიდეს ეს პირველი საფეხურია შემდეგ გადადის ფილმი რასაკვირველია აღარ თუ არ ამაღლდება არანაირ ნამდვილ სიყვარულზე ლაპარაკი არ ხო ნუ ეს კიდე ერთი დიდი თემაა თქვა იქ ხა ჩვენთან არის სიყვარული გვაქვს ქართულ ენაში და მიჯნურობა გვაქვს თუმცა მიჯნურობა ფაქტობრივად არ იხმარება თანამედროვე ქართულში და ბერძნულში კიდე არის ეროსი არის აღაპე არის ფილია და აქ რა ვიცი ამას თავისი ჩაღრმავება უნდა და ცოდნა უნდა მაგრამ თეოლოგია ეს არის შესაფერისი ღვთისათვის შესაფერისი სიტყვების ძიება აი ესეთი რაღაცაა ნახეთ ეს კი არ არის რაღაცის აი როგორც ფიზიკაში არის ვთქვათ ხო თეორიის შექმნა ხო აი ვთქვათ ნიუტონმა შექმნა ესეთი თეორია რომელიც მათემატიკის ენაზე ძალიან ბევრი რამე აღწერა ხო ანუ თქვენ ქვემოდან შეიძლება ითქვას რომ ქვემოდან თავისი ცოდნით თავისი გამჭრიახობით თავისი იმითი შექმნა ეს და რა ვიცი 300 წელი იყო საოცარი რაღაც ხო და საკმაოდ ესეთი მორწმუნე იყო თვითონ ხო ანუ მას ესეთი ის იყო ეს უძველესი ის არის რომ ორი წიგნი გვაქვს ერთი წიგნი გვაქვს საღვთო წერილი და მეორე წიგნი გვაქვს ბუნება გადაშლილი წიგნი და ამ წიგნის კითხვა მეცნიერება ხო ბუნების მეცნიერება არის ეს წიგნის კითხვა ხო და თეოლოგია კიდე პირიქით შენ მოცემული გაქვს ეს რწმენა ხო შენ გაქვს ეს რწმენა მაგრამ აი მაგალითად სიტყვა აიღეს ბერძნული სიტყვა იპოსტასი ეს სიტყვა იყო არა მარტო სიტყვა იყო ეს სიტყვა არამედ ფილოსოფიაშიც იყო არისტოტელეს აქვს ეს სიტყვა მაგრამ ამ სიტყვა დაატვირთეს სწორედ იმითი ხო თავისთავად ეხა სხვა პასუხობით რო უპასუხო თქვა სიტყვის ცოდნა არ არის ცოდნა შეიძლება შენ ტერმინები იცი თქვა ვის რა ქვია ხო იგივეა თქვა შეიძლება ზუსტად იცი მაგრამ სიღრმე არ იცი ხო შენ შეიძლება სხვა პასუხობით თქვა რომ იცით რა ღმერთი არის ერთი არსი და სამი ჰიპოსტასი კი ბატონო მაგრამ აი ეს ჰიპოსტასი რა იგულისხმება რა ის ჩადეს ამ კაბადოკიელებმა რა აზრი ჩადეს ამ ჰიპოსტასში რა იგულისხმება და აი ამ სწორედ იმითი მათ გადმოსცეს ეს რწმენა ხო და ეხლა ჩვენ ეს რწმენა გვაქვს უკვე სიტყვებში ხო თუმცა ეს ყველაფერი ჩვენ ესე გვწამს რომ ეს ყველაფერი იყო თავიდან რო ნახო მესამე საუკუნის მამები რო ნახო მეორე საუკუნის იგივე სახარება ეს ყველაფერი იყო სხვა შორის ერთი თანამედროვე მკვლევარი ამბობს რომ ხო ამბობენ რომ მერე შეიქმნა ესა პირველივე წლიდან ქრისტეს ჯვარცმიდან და აღდგომიდან პირველივე წლიდან უმთავრესი ესე ვთქვათ რასაც იქადაგებოდა იყო სამი რამე ღმრთება რომ იესო ღმრთება არ იყო ჯერ ჩამოყალიბებული სამების ისა ხო ჯერ კიდე პირველ საუკუნე ღმრთება ეს ინგლისურად არის DDR deity ანუ მის ღრთება მისი სიკვდილი და აღდგომა ანუ ის იყო კაცი და ღმერთი ეს ადამიანი და ღმერთი ესე იგი ღრთება მისი სიკვდილი როგორც ადამიანის და მისი აღდგომა ეს სამი იმთავითვე იყო